მოგესალმებით. დღეს თქვენთან ერთად განვიხილავთ ძალიან საინტერესო მასალას. დავით გურამიშვილის ქართლის ჭირის ნაწყვეტებს. მართლაც რომ მძაფრი პოეტური სურათია. მე-17 საუკუნის საქართველოსი. ძიახ, და ჩვენი მიზანია რომ ამ ტექსტიდან ესე იგი გამოვყოთ ის ძირითადი ფაქტორები, რამაც თვითონ გურამიშვილის გადმოსახედიდან ხომ ქვეყანა ფაქტობრივად კატასტროფამდე მიიყვანა. უცხადოდ ჩავწუდეთ პოეტის ხედვას იმ დრამატული მოვლენების მიღმა. კარგი, მოგით დავიწყოთ მაშინ თავარით. გურამიშვილი ხომ ფაქტობრივად პირდაპირ ამბობს, რომ უბედურების სათავე მხოლოდ გარემტრები კი არა, ჩვენივე შიდა ამბებია. ძმათა სისხლის მღვრელი ომები. ეს ფრაზა მგონი ყველაფერს ამბობს. და ის ხაზგასმით გმობს ქართველებისა და ქახელების შეორგულებას ვახტანგ მე-6-ის მიმართ. სწორედ ეგაა. ეგ არის საკვანძო მომენტი მისთვის. გურამიშვილისთვის ღალატი, რწმენის რაღაცნაირი შერყევა, ზნეობრივი დაცემა, ეს ყველაფერი ხდება კატალიზატორი და ის ამას აღიქვამს როგორც ღვთის რისხვის მიზეზს, რომელიც მერე ვლინდება შიმშილში, ეპიდემიებში, ბუნებრივ კატაკლიზმებში და რაც მთავარია მტრების, ტურქების, სპარსელების, ლეკების, ოსების თითქმის ერთდროულ შემოსევებში. პოეტი ამას საწყაულის მოწყვას ღვთისაგან უწოდებს, ხო? ხომ, და ამ ზოგადი სურათის ფონზე ის კონკრეტულ ისტორიულ ამბებსაც გვიყვება. ეს ძალიან აცოცხლებს ტექსტს. მაგალითად ის მომენტი, როცა იმედი ჩნდება ვახტანგ მეფე რომ რუსეთის იმპერატორისგან, პეტრე პირველისგან დახმარების პირობას იღებს. თითქოს სინადლე ჩანს გვირაბის ბოლოს, არა? ნამდვილად იმედის ნაპერწკალია, მაგრამ ზუსტად აქ იჩენს თავს ისევ ის შიდა განხეთქილების პრობლემა. როცა ვახტანგი თავის დიდებულებს ეკითხება რჩევას, ისინი ერთ აზრზე ვერ დგანან. წყარო პირდაპირ გვეუბნება, რომ ნაწილი მომხრეა რუსეთთან კავშირის, მაგრამ მეორე ნაწილს ეშინია. ეშინიათ, რომ სანამ რუსები მოვლენ, სპარსელები და ოსმალები. ჭი. ქვეყანას უბრალოდ გაანადგურებენ. ეს კარგად გვიჩვენებს, რა რთული იყო მაშინ პოლიტიკური არჩევანი და რა ღრმა იყო ეს შიდა უთანხმოება. ხო, და მიუხედავად ამ გაფრთხილებისა, ვახტანგი მაინც რუსეთის იმედზე რჩება. ამასობაში კი მისმა მოწინააღმდეგეებმა ეს მომენტი გამოიყენეს და სპარსეთის შახს შეატყობინეს და დაარწმუნეს, რომ ვახტანგისთვის ქართლი ჩამოერთმია. კი ბატონო, და შახიც სწორედ ასე იქცევა. ტახტს გადასცემს კახეთის ბატონს, კონსტანტინეს, ანუ მამად გული ხანს. კლასიკური ფეოდალური ინტრიგაა ფაქტობრივად. კი, ნამდვილად. და საინტერესოა თვითონ კონსტანტინეს მდგომარეობა. ის ხომ ვახტანგის ცოლის ძმაა და თავიდან თითქოს თავს იკავებს ძმობის ფიცს იხსენებს. მაგრამ მერე საკუთარი დიდებულების ზეწოლა და რა თქმა უნდა შახის ბრძანება თავისაშვება. პოემაში კარგად ჩანს როგორ ეუბნებიან დიდებულები. რად გინდა რომ გაიბრუნო ღვთისწყალობა კარს მოსული? ანუ ძალაუფლებაზე რატო ამბობ უარსო, ხო? ზუსტად. ამის მერე ვითარება კიდე უფრო იძაბება, ხომ? კონსტანტინე ცდილობს ვახტანგთან შეხვედრას, რაღაც სიმბოლური წერილით ერთიანობისკენ მოუწოდებს. კი, ვახტანგს მოსწონს კიდეც ეს წერილი, მაგრამ აქ ისევ შიდა ინტრიგები ერთვება. ვახტანგის ძმა იესე. იესე, ხო? აფრთხილებს კონსტანტინეს, რომ ვახტანგი შენს მოკვლას აპირებსო. რაც რა თქმა უნდა ტყუილია. ტყუილია, მაგრამ კონსტანტინე იჯერებს და ბრუნდება უკან. ანუ შერიგების შანსი იკარგება. და აქედან უკვე ღია დაპირისპირება იწყება ფაქტობრივად. დიახ, როცა კონსტანტინე ბრუნდება, ვახტანგის ხალხი მის ქონებას ძარცვავს. ამაზე განრისხებული კონსტანტინე ლეკებს და ჭარელებს დაიქირავებს. დაქირავებულ ჯარს აგროვებს. კი, და თბილის სესხმის თავს. არბევს ქალაქს და ამარცხებს ვახტანგს. წარმოიდგინეთ, რა სურათს ხატავს გურამიშვილი. შიდა მტრობა უკვე სისხლის სხვრაში გადადის. და ბოლოს ფინალური აკორდი ოსმალების შემოსვლა. თბილისს იკავებენ და ვახტანგ მეფე სხვა გზა აღარ რჩება. გარდა იმისა, რომ რუსეთში გადაიხვეწოს. დიახ. გურამიშვილისთვის ეს არის კულმინაცია. ძმის ღალატმა, შიდა შუღლმა პირდაპირ გაუხსნა გზა გარეთ ამპყრობლებს. ის ამას ძალიან კარგად ადარებს ორ მოჩხუბარ მამალს, ხო იცით? კი, მახსოვს. სანამ ისინი ერთმანეთს ჭამენ, მოდის გარეული ძაღლი და ორივეს ანადგურებს.
და მწარე დასკვნაც. ეგრეთ ქართლი და კახეთი დარჩა თურქთა ლეკთა დიდოს. ხო, და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ვახტანგის რუსეთში წასვლამაც ვერ უშველა. პეტრე პირველი გარდაიცვალა, მერე პოლიტიკური ვითარებაც შეიცვალა. კი, დახმარება ძალიან დაგვიანდა. იმედი საბოლოოდ გაცრუვდა. მთელი ამ ტრაგიკული თხრობის განმავლობაში გურამიშვილს ერთი მთავარი აზრი გასდევს, ხომ? აი ეს მართლის თქმა. ზუსტად. ის პირდაპირ ამბობს, ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების. თითქოს ამბობს, რომ მხოლოდ ჩვენივე შეცდომების, ჩვენივე სიავის სპირუთნელი აღიარება და გაანალიზება ერთადერთი გზა მომავლისკენ. მართალია, სწორედ ამიტომ აღწერს ასე დეტალურად და მტკივნეულად ამ შიდა ამბებს. მაშ რა შეიძლება იყოს ამ პოემის მთავარი გზავნილი დღეს თქვენთვის, ჩვენი მსმენელისთვის? გურამიშვილის ხმა საუკუნეების მერეც თითქოს გვაფრთხილებს, თუ რა ფასი აქვს შიდა ერთობას და რა დიდი პასუხისმგებლობა აქვთ ლიდერებს. დიახ, და ეს ნამდვილად გაფიქრებინებს. რამდენად იცვლება ისტორიული კონტექსტი, მაგრამ რამდენად იგივე რჩება ზოგიერთი პრობლემა, არა? აი მაგალითად ის, რომ შიდა განხეთქილებამ შეიძლება ბევრად მეტი ზიანი მოგვიტანოს, ვიდრე ნებისმიერმა გარეშე მტერმა. გურამიშვილი სწორედ ამ მარადიულ კითხვას გვიტოვებს საფიქრალად.